რეი ბრედბერი, კალეიდოსკოპი. პირველსავე ბიძგზე რაკეტას გვერდი გაეპო, თითქოს გიგანტურ კონსერვის დანას გაეფატროს. კოსმონავტები სივრცეში გაცვიუდნენ, ვერცხლისფერი თევზებივით კლაკნა გრეხვით გაიფანტნენ და უმალწყდიადის ზღვაში დაინთქნენ. მილიონ ნამსხვრევად ქცეული ხომალდი კი გზას განაგრძობდა, თითქოს მეტეორთა გუნდი მიეშორებოდა დაკარგული მზის საძებნელად. ბარკლი, სადახარ, ბარკლი? ვუდ, კაპიტანო, ცივღამეში გზააბნეული ბავშვების ხმებივით გაისმოდა მათი გადაძახილი. ჰოლის, მე სტოუნი ვარ. სტოუნ, ეს მე ვარ, ჰოლისი, სად ხარ სტოუნ? არ ვიცი, აბა რა ვიცი, საით მივქრი ვარ. ვარდები, ღმერთო დიდებულო, ვარდები. ისინი ცვიოდნენ ჭაში ჩაყრილი კენჭებივით, გოლიათის შურდულით ნატყორს ნიქვებივით ცვიოდნენ უსასრულო სივრცეში. ამ ადამიანებისგან ნაირგვარი ხმები გადარჩენილიყო, წრწოლვით თუთვინიერებით ახსავსე, უსხეულო და ვნებიანი ხმები. ყველანი სხვადასხვა მხარეს მივქრივართ. მართალი იყო, ჰოლისი თავდაყირა რომ მიექანებოდა სივრცეში, მიხვდა, რომ ეს მართალი იყო, მიხვდა და თითქოს შეურიგდა კიდეც ამ აზრს. ისინი თავთავიანთი გზებით გაიფანტებიან და ვეღარაფერი შეაერთებთ ამიერიდან. ყოველ მათგანს ჰერმეტულად დახშული კოსმოსური სკაფანდრი ეცვა და გაფითრებულ სახეებს მინის ნიღბები უფარავდათ, მაგრამ ვერცერთს ვერ მოესწრო ენერგოელემენტის აღება. ენერგოელემენტები თან რომ ჰქონოდათ, თითოეულს შეეძლო პატარა მეშվել ნავად ქცეულიყო კოსმოსში, თავიც გადაერჩინა და სხვებსაც მიშველებოდა, ერთმანეთს მოძებნიდნენ, თავს მოიყრიდნენ და ადამიანთა კუნძულს შექმნიდნენ, მაშინ ეგებ რაიმეს მოეფიქრებინათ. ახლა კი ისინი უბრალოდ მეტეორები იყვნენ, არარაობანი და ცალ-ცალკე მიექანებოდნენ თავიანთი გარდაუვალი ბედისწერის შესახვედრად. ალბათ 10-ოდე წუთი გავიდა, ვიდრე პირველ ელდას გულგრილი სიმშვიდე შეცვლიდა. კოსმოსმა ვეება შავბნელ დგიმზე თავისი უცნაური ხმების ქსოვა დაიწყო. ხლართავდა, თიშავდა, კვლავ ჯაჭვა დაბამდა ხმებს, სანამ საბოლოო სურათი არ გამოიყვანა. სტოუნი ვარ, ჰოლის, ნეტავ კიდევ რამდენ ხანს შევძლებთ რადიოთი საუბარს. გააჩნია როგორი სიჩქარეებით მივქრივართ ჩვენს გზებზე. მე მგონია კიდევ 1 საათს. ხო, ალბათ, უგულისყუროდ მიუგო ჰოლისმა. რა იყო მაინც რა შეგვემთხვა? იკითხა მან 1 წუთის შემდეგ. რაკეტა აგვიფეთქდა, მეტი არაფერი. რაკეტებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. საით მიქრი ხართ? როგორც ეთყობა მთვარეს შევასკდები. მე დედამიწას, უბრუნდები მშობლიურ პლანეტას. საათში 10,000 მილი სიჩქარით, ასანთის ღერივით აუბრიალდები. ჰოლისი საოცრად გულგრილად ფიქრობდა ამაზე. ის თითქოს განოდგა საკუთარ სხეულს და გვერდიდან შეჰყურებდა, როგორ მიქროდა იგი უკიდეგანო სივრცეში. შეჰყურებდა როგორც უცხო საგანს, როგორც ზამთრის პირველ ფიფკს დიდი ხნის წინათ. სხვები ჩუმად იყვნენ, მომხდარ ამბავზე ფიქრობდნენ და ცვიოდნენ შეუჩერებლად, არაფრის შეცვლა მათ არ შეეძლოთ. კაპიტანიც კი დუმდა, რადგან არ ეგულებოდა ისეთი ბრძანება და ვერც ისეთი გეგმა მოეფიქრებინა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებდა. ვაი, რა გრძელი გზაა ბოლომდე, რა გრძელი გზა. გაისმა ერთი ხმა. არ მინდა სიკვდილი, არ მინდა, რა გრძელია ეს გზა. ვისი ხმაა? არ ვიცი, სტიმსონი უნდა იყოს. შენ ახარ სტიმსონ? გრძელი, ძალიან გრძელი გზაა. ბოლომდე არ შემიძლია, ღმერთო ჩემო, არ შემიძლია მისატანა. სტიმსონ, გესმის, სტიმსონ, მე ჰოლისი ვარ. არავინ პასუხობს, ყველა თავისი გზით მიექანება, ცარიელ სივრცეში. სტიმსონ, რა იყო? დაუბრუნა პასუხი ბოლოს. გული დაიწყნარე, სტიმსონ, ჩვენ ყველანი ერთ ტაფაში ვიწვით. არ მინდა აქ ყოფნა, სადაც კიდე ვიყო, ოღონდ აქ არა. შეიძლება კიდეც გვიპოვნონ. უნდა მიპოვნონ, მე უსათუოდ უნდა მიპოვნონ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. შეუძლებელია. ხო, ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, შენიშნა ვიღაცამ. ხმა ჩაიწყვიტე, გასცახან ჰოლისმა. მობრძანდი და თავად ჩამიწყვიტე, უპასუხა ხმამ. ეპლგეიტი იყო. მან გულიანად გადაიხარხარა, თითქოს სასაცილოდ ქონოდა საქმე. მობრძანდი თუ ბიჭი ხარ და ჩამიწყვიტე. ჰოლისმა პირველად იგრძნო თავისი მდგომარეობის მთელი უმწეობა. ყელში ბოხმა მოაწვა. ყველაზე მეტად ახლა ის უნდოდა ეპლგეიტს მისვდენოდა და ანგარიში გაესწორებინა. ის ამას მრავალი წელი ენატრობდა, მაგრამ ძალიან დააგვიანდა. ეპლგეიტისგან მხოლოდ რადიო ტალღის ხმა დარჩენილიყო.
და კვლავ ძირს ვარდნა, უსასრულო ვარდნა და ვარდნა. უცებ თითქოს ახლა გამიხვდნენ თავს დამტყდარი უბედურობის მთელ საშინელებასო, ორმა კოსმონავტმა ღრიალი ატეხა. ჰოლისმა თვალიც კი შეასწრო ერთ მათგანს. ღამეული კოშმარის ლანდივით რომ ჩაუქროლა გვერდით, შემზარავი ბღავილით. გაჩუმდი. იგი სულ ახლოს ერთი ხელის გაწვდენაზე მიქროდა და უგონოდ შეშლილი სხმით ყვიროდა. არც აპირებდა გაჩუმებას. მილიონ მილს გაივლიდა ასე ყვირილით. ხმა რადიო ტალღებს აედევნებოდა და ისიარევდა. ერთმანეთს ვეღარაფერს გააგონებდნენ. ჰოლისმა ხელი გაიწოდა. ასე სჯობდა. ცოტაც და მიწვდა კიდეც კოჭზე მოეჭიდა, ზევით აიზიდა და თავი თავს გაუსწორა. ის კი ღრიალებს, უაზრო დეპოტინება წყალწაღებულივით, მისი ბღავილი სამყაროს ავსებს. ასე იქნება თუ ისე, ამისი საქმე წასულია, გაიფიქრა ჰოლისმა. ან მთვარე მოუღებს ბოლოს, ან დედამიწა, ან და მეტეორს გადააწყდება. მაშ რატომ, ახლავე არ შეიძლება? რკინის მუშტმა მინის ნიღაბი დაფშნა, ღრიალი შეწყდა, ჰოლისი ბიძგით მოსწყდა გვამს. ის კი მაშინვე დატრიალდა და ბზრიალით იწყო ვარდნა თავის მრუდეზე. ჰოლისიც ვარდება, დანარჩენებიც, ყველანი მიჰყვებიან, აყირავებული სიჩუმის ხანგრძლივ, უსასრულო ბრუნვას. ჰოლის კიდევ აქ ახარ? ჰოლის არ უპასუხნია, მაგრამ იგრძნო, როგორ წამოენთო სახე. მე ვარ ეპლგეიტი. გისმენ ეპლგეიტ. მოდი ვილაპარაკოთ, საქმე მაინც არაფერი გვაქვს. გეყოფათ ყბედობა, გააწყვეტინა კაპიტანმა. სჯობს იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას. მორჩი ერთი კაპიტანო. რა? რაც გაიგონე, შენი ჩინმედლებით აღარ შემაშინო. ერთბაშად ახლა ჩვენ 10,000 მილი გვაშორებს და ნურას უკაცრავად თავს აღარ გაგასულელებინებთ. შენთვის არ აქვს ხელა, სტიმსონის არ იყოს, გრძელი გზა გვაქვს, ბოლომდე. მომისმინეთ ეპლგეიტ, მომეშვი, ამ ბოხს გიცხადებ, დალახროს ეშმაკმა, მაინც აღარაფერს ვკარგავ, ყოვლად უხეირო ხომალდი გქონდა. კაპიტანი ხომ თვად უგვანო იყავი, ასემც გიქნია მთვარეს შესკდომი ხარ და კისერი მოგიტეხია. მე თქვენ გიბრძანებთ, გაჩუმდეთ. მიდი, მიბრძანე, სანამ მოგწყინდებოდეს. 10,000 მილის იქით ჩაიცინა ეპლგეიტმა. კაპიტანი დუმდა, ეპლგეიტმა განაგრძო. რას ვამბობდით ჰოლის? ხო, გამახსენდა, ვერც მეგიტან, ხომ კარგად იცი, დიდი ხანი აიცი. ჰოლისმა უმწეოდ შეკუმშა მუშტები. ახლა ერთ ამბავს გეტყვი, ძალიან გესიამოვნება. მე ჩაგიშალე ის საქმე ამ 5 წლის წინ, სარაკეტო კომპანიაში მოხვედრას რომ ცდილობდი. მეტეორმა გაიელვა გვერდით. ჰოლისმა დაიხედა. მარცხენა ხელი აღარ ქონდა. სისხლი მოჩქებდა. სკაფანდრი ერთბაშად დაიცალა ჰაერისგან, მაგრამ ფილტვებში დარჩენილი ჟანგბადი საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე მოძრაობის შესასრულებლად. სუნთქვა შეკრულმა გაიწოდა მარჯვენა, მარცხენა იდაყთან ხრახნი მოატრიალა და სახსარი დაგმანა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჰოლისმა გაოცებაც ვერ მოასწრო. მას უკვე აღარაფერი უკვირდა. ნაპრალი რომ დაიხშო, სკაფანდრში ისევ აღდგა ჰაერის ნორმა. ჰოლისმა კიდევ ერთხელ მოაბრუნა ხრახნი და სისხლის თქრიალით შეწყდა. მთელი ეს საშინელი ოპერაცია ხმაგაკმენდილმა ჩაატარა. სხვები კი ლაყბობდნენ. ლესპირს მაინც ენა არ გაუჩერებია. მარსეც ცოლი მყავსო, ვენერაზეც, იუპიტერზეც, არც ფულზე უყოფილვარო ქესტად, ქეიფიც მიყვარდა დროსტარებაც, ჩემს გემოზე მოვჭამე ეს ცხოვრებაო, შეუჩერებლად სვიოდნენ ყველანი. ის კი ქაქანებდა და ქაქანებდა, წარსულის ბედნიერ დღეებს იხსენებდა და კმაყოფილი მიქროდა სიკვდილის გზაზე. მეტისმედად უცნაური იყო ყოველივე ეს, სიცარიელე, უსასრულო სიცარიელე და მის წიაღში მოფართხალე ხმები. არავინ ჩანს, მხოლოდ რადიო ტალღებით რთიან, ირხევიან და ადამიანთა გრძნობების შერხევასაც ლამობენ. გაბრაზდი ჰოლის? არა, მართლაც არ ბრაზობდა, მას ისევ გულგრილობა დაუბრუნდა, თითქოს უსულო საგანი ყოფილიყო, რომელიც მუდამ ასე ეშვებოდა არარაობის წიაღში. შენ ხომ მთელი სიცოცხლე წინ წაწევას ცდილობდი და ვერ გაგეგო რატომ არაფერი გამოგდიოდა. ახლა იცოდე, მე შეგიტანე შავ სიაში, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თავად პანღურს მიკრავდნენ. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მართლაც რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, გათავებული ამბავი იყო. როცა ცხოვრება გათავებულია, იგი ეკრანზე გავლებული ფერად ფილმს ემსგავსება. ყველა უნება და წადილი თითქოს დედდება. იკუმშება და ერთი წამით კრთება ეკრანზე. ვერც კი მოასწრებ წამოძახებას. ეს ჩემთვის ბედნიერი დღე იყო, ეს უბედური, აი საძულველი სახე, აი სასურველი, რომ ფირი თავდება და ეკრანი ქრება. სიცოცხლის ზღვარზე მდგარი ჰოლისი
უკან რომ მიხედებოდა, ერთადერთი სინანული იპყრობდა. ეს იყო ცხოვრების ხელახალი დაწყების წადილი. ნეტავ ყველა მომაკვდავს თუ იპყრობს ასეთივე გრძნობა, თითქოს არც არასდროს ეცხოვროს. ყველას ასე ხანმოკლე ეჩვენება ცხოვრება? ამოს უთქვას ვერ მოასწრებ, კაცი, და ყველაფერი გათავებულია. ნუ თუ ყველასთვის ასე მეყსეულად წარმავალი და ფუჭი ჩანს სიცოცხლე, თუ მხოლოდ მას ეჩვენება აქ, ახლა, როცა სულ რამდენიმე საათი გადარჩენია, ყველაფრის ასაწონ-დასაწონად. ლესპირი არ ცხრებოდა. რა უყოთ, ცუდად არ მიცხოვრია, მარსზეც ცოლი მყავდა, ვენერაზეც, იუპიტერზეც, არც ერთისთვის ფულზე გული არ დამიწყვეტია. ისინიც კარგად მიuliდნენ, ქეიფი და სმა მიყვარდა, ერთხელ კი $20,000 წავაგე. ახლა კი თავი წააგე, ვაჟბატონო, გაიფიქრა ჰოლისმა. მე ხომ არაფერი მაგის მსგავსი არ მქონია, სანამ ცხოვრობდი, მუდამ შენი მშურდა, ლესპირ, ვიდრე ხვალინდელი დღე წინ მედო, შენი ქეიფი და დროსტარება მეხარბებოდა. კოსმოსსაც იმიტომ მოვაშურე, ქალებს ვუფრთხოდი, თუმცა სულ მათზე ვოცნებობდი და მშურდა რომ შენ თავზე საყრელად ყავდნენ ისინი. მშურდა ფულიც რომ ბევრი ქონდა, ასე ლაღი და თავაშვებული ცხოვრება რომ იცოდი, მაგრამ ახლა აღარ ამშურს შენი. ყველაფერი გათავდა, ერთნაირად გათავდა ჩემთვის და შენთვის. ორივენი არარაობისკენ მივეშურებით და თითქოს არც არაფერი გქონია როდესმე. ჰოლისმა თავი მიაბრუნა და მიკროფონში ჩასახა. ყველაფერი გათავებულია, ლესპირ. არავის უპასუხია. ვითომც არაფერი არ ყოფილა, ლესპირ. ვინ ლაპარაკობს? იკითხა ლესპირის შემკრთალმა ხმამ. ჰოლისი ვარ. სულმდაბლად იქცეოდა, თვითონ ეგრძნობდა რა სიმდაბლე, რა უაზრობა იყო სიკვდილი. ეპლგეიტმა გული ატკინა, ახლა თვითონ უნდოდა სხვისთვის მიეყენებინა ტკივილი. ეპლგეიტმა და კოსმოსმა ერთნაირად დაკოდეს იგი. გაბმული ხარ, ლესპირ, ყველაფერი გათავებულია, თითქოს არც არასდროს ყოფილა, ასე არ არის? არა. როდესაც რაიმე თავდება, უკვე სულ ერთია, იყო ის როდესმე თუ არა. რითია ახლა შენი ცხოვრება ჩემსაზე უკეთესი? ახლა ამ წუთას. აი რა არის სათვალავში ჩასაგდები. მითხარი თუა უკეთესი, შენი ეს წუთი. კი უკეთესია. რითი? იმით რომ მე მოსაგონარი მაინც დამრჩა. გაბრაზებით იყვირა შორიდან ლესპირმა და ორივე ხელით ჩააფრინდა მისთვის სანუკვარ მოგონებებს. მართლაც იყო. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. ჰოლისი მიხვდა რომ ლესპირი მართალი იყო, მოგონება მაინც სხვაა და ოცნება სხვა. მას ხელთ შერჩენოდა მხოლოდ ოცნება იმ საქმეთა შესახებ, რომელნიც ლესპირს ცხოვრებაში ჩაედინა და ახლა მათი მოგონებებით ტკბებოდა. ეს აზრი ნელ-ნელა ბორძიკით შეიჭრა ჰოლისის შეგნებაში, იქ დაიბუდა და გული გაუგმირა. რაში გარგია ახლა ეგ მოგონებები? გასძახა ჰოლისმა. რაც გათავდა, აღარაფრის მაქნისია, ჩემზე უკეთ არც შენ ხარ ახლა. მე მშვიდად ვეგებები სიკვდილს, მიუგო ლესპირმა, ჩემი წილი ვიცხოვრე და სიკვდილის წინ შენსავით არამზადა არ გამხვდარ ვარ. არამზადა? ჰოლისმა თითქოს ენით მოსინჯა ეს სიტყვა. მთელ სიცოცხლეში რაც თავი ახსოვდა, არამზადობა არ ჩაედინა. ვერ გაებედა უბრალოდ. ჩანს რაც რამ მიწიერი ბუდობდა მასში, აი ასეთი წუთისთვის ქონდა შემონახული. არამზადა მან ცნობიერების შორეულ კუნძულში გადამალა. ეს სიტყვა ცრემლება მოუნისლა, თვალები და ლოყები დაუნამა, ალბათ ვინმე მყური თუ მოკრა, როგორ ეკვროდა სუნთქვა. დაწყნარდი ჰოლის. ნამდვილად ბედის დაცინვა იყო. სულ ერთი წუთის წინ იგი სხვებს აწყნარებდა, სტიმსონს ამხნევებდა და სიმამაცის მაგალითს იძლეოდა. ახლა მიხვდა რომ მისი გულადობა თურმე გულგრილობა ყოფილა. ძლიერი შოკის შედეგი. იმასღაც ცდილობდა გრძნობათა დათრგუნვაზე დახარჯული მთელი ცხოვრება დარჩენილ წუთებში ჩაეტია როგორმე. მე მესმის შენი ჰოლის, ყრუდ მოისმა ლესპირის ხმა, უკვე 20,000 მილის იქიდან, არც მწყენია. რით განვსხვავდებით მე და ლესპირი ახლა აქ? ანგარიშობდა ჰოლისი. რაც განვლილია, გათავებულია, აღარაფერი აზრი არა აქვს. გინდა ასე მომკვდარხარ, გინდა ისე, მაგრამ თვითონვე გრძნობდა, რომ მთელი ეს განსჯა ტვინის ფუჭი ჭყლეტა იყო. ეს იმას გავდა, ვინმეს გამოძიება რომ დაეწყო, თუ რა განსხვავებაა ცოცხალსა და მკვდარ შორის. ერთში ღვივის რაღაც პატარა ნაპერწკალი, რაღაც იდუმალი, მოუხელთებელი, მეორეში კი არა. ასე იყო მისი და ლესპირის საქმეც. ლესპირი მუდამ სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ამიტომ ახლა იგი სულ სხვა კაცი იყო, ვიდრე ჰოლისი, რომელიც დიდი ხანია მკვდრებში ეწერა. ისინი სხვადასხვა გზებით მივიდნენ სიკვდილთან და თუ სიკვდილი ყველასთვის ერთნაირი არ არის, საფიქრებელია, რომ ლესპირის სიკვდილი ისევ არ უნდა ჰგავდეს ჰოლისისას, როგორც დღე არ ჰგავს ღამეს.
ეტყობა სიკვდილი ისევე როგორც სიცოცხლე 1000-ნაირად შეიძლება და თუ კაცი ერთხელ უკვე მოკვდა, რაღაც სიკეთეს უნდა ელოდოს თავისი საბოლოო სიკვდილისგან. ერთი წუთის შემდეგ ჰოლისმა აღმოაჩინა, რომ მარცხენა ტერფიც წაკვეთილი ჰქონდა, კინაღამ სიცილი აუტყდა, სკაფანდრი ისევ დაიცალა ჰაერისგან, ჰოლისი წინ გადაიხარა, სისხლი მოჩქებდა. მეტეორს სკაფანდრიანად მოეცალა ფეხი კოჭის ძვლამდე. ძალიან სეირიკი ყოფილა კოსმოსში სიკვდილი. უჩინარი, გულქვა ყასაბივით გჭეხავს იგი და ასო-ასო გქნის. მან ახლა მუხთან გადაკეტა სარქველი. ტკივილისგან თავბრუ ესხმოდა და თავს ძალას ატანდა, გრძნობა არ დაეკარგა. როგორც კი სარქველი დაიხშო, დენაც შეწყდა და ჰაერიც აღდგა. ჰოლისი წელში გასწორდა და ვარდნა განაგრძო. მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ჰოლისმა ზანტა დააქნია თავი. სიკვდილის ლოდინმა იგი დაქანცა. მე ვარ ისევ ეპლგეიტი. წარმოთქვა ხმამ. რა იყო? რაღაც ფიქრებს ავყევი. შენ სიტყვებს მოვკარი ყური. და იცი, არ ვარგა ასე, საძაგლები ხვდებით. საშინელებაა ასე სიკვდილი. მთელი ბოღმა გარეთ ინთხევა. მისმენ ჰოლის? კი. ტყუილი გითხარი წეღან. ვიცრუე, არავითარ შავ სიაში არ შემიტანი ხარ. მეც არ ვიცი რად წამოვროშე. შენი წყენინება თუ მინდოდა, თავად ხარ ისეთი, კაცს მოუნდება გაწყენინოს. ჩვენ ხომ მუდავ ვქიშპობდით. ახლა კი მონანიებას ვეშურები. ძალიან სწრაფად ბერდები და ალბათ იმიტომ. შენი გესლიანი სიტყვები რომ გავიგონე, პირდაპირ შემცხვა. ასია თუ ისე, ერთი რამ იცოდე, მეც კარგი რეგვენი ვიყავი. სიმართლის ნატამალი არ ურევია იმაში, რაც ადრე გითხარი, დაგწყევლოს ღმერთმა. ჰოლისმა იგრძნო, ხელახლა რომ აუმუშავდა გული. კარგა 5 წუთს გულისკერა თითქმის შეჩერებული ჰქონდა. ახლა კი კიდურებს კვლავ დაუბრუნდა ფერი და სითბო. პირველი შოკი განვლილი იყო და ახლა ბოღმით, შიშით და მარტოობის სევდით გამოწვეული შოკიც ნელდებოდა. ერთბაშად თავი ისე იგრძნო, კაცი რომ დილით ცივ-შხაპს მიიღებს და საუზმისა და ახალი დღის დაწყებისთვის მოემზადება. მადლობელი ვარ ეპლგეიტ. რის მადლობა, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია შემამაძაღლო. ეჰე, იყვირა სტოუნმა. რა მოხდა? მთელი სამყაროს გასაგონად გასწახა ჰოლისმა, რადგან დანარჩენებისგან განსხვავებით, სტოუნი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი იყო. მეტეორების გუნდში მოვხვდი, წვრილი ასტეროიდებია. მეტეორების? ჰო, მირმიდონის ჯგუფი უნდა იყოს. აი ის, ყოველ 5 წელიწადში მარსის გავლით დედამიწას რომ უახლოვდება. შიგ-შუა გულში მოვეკეცი, ჩემი რგვლივ თითქმის უზარმაზარი კალეიდოსკოპი ბრუნავს. რა ფერის და ფორმის ნატეხები გინდა აქ რომ არ იყოს. ღმერთო, რა სილამაზეა. დუმილი, შემდეგ ისევ სტოუნის ხმა. მათთან ერთად მივქრივარ, გამიტაცეს და მიმაქროლებენ. ღმერთმა ნუ იცის ჩემი თავი, გაიცინა მან. ჰოლისმა მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერ დაინახა. ეს კი იყო კოსმოსის შავ ხავერდზე ვეებერთელა ალმასების, საფირონებისა და ზურმუხტების ნისლები ცურავდა და ბროლის ნაპერწკლებს ღმერთის ხმა ერთვოდა. რა საოცარია რომ დაფიქრდე, სტოუნის საქმე. ყოველ 5 წელიწადში მარსის გავლით დედამიწას ესტუმრება მეტეორებთან ერთად, ცის კიდურზე გაიელვებს და თვალს მიეფარება. ასე იქნება მუდამ, უსასრულოდ. სტოუნი და მირმიდონის მეტეორები ერთმანეთში აირევიან, ადგილებს გაცვლიან და კალეიდოსკოპის შუშებივით ნაირ-ნაირ ჭრელ ნახატებს წარმოქმნიან. აი ისეთებს ბავშვობისას რომ მივჩერებოდით ხოლმე, თვალმოუცილებლად, მზისკენ მიშვერილი მილაკს ჩაფრენილები. ნახვამდის ჰოლის, უკვე ძალიან შორიდან მოისმა სტოუნის ხმა, ნახვამდის. ბედნიერად, ნუ ხუმრობ ბერთი, უპასუხა სტოუნმა და გაქრა. ირგვლივ ვარსკვლავები დაჯარდნენ. უკვე ყველა ხმა ნაღლობდა, ყველა თავის მრუდეზე მიქროდა, ვინ მარსისკენ, ვინ კიდევ უფრო შორს, მზის სისტემის მიღმა. ჰოლისი კი მან ძირს დაიხედა, დანარჩენთაგან მხოლოდ იგი ბრუნდებოდა. მარტო ბრუნდებოდა დედამიწაზე. ნახვამდის ჰოლის, ეს ეპლგეიტი იყო. კვლავ გამოთხოვება, მოკლე სიტყვა ძვირი დამშვიდობება. მაინც რა ერთფაშად დაიფანტა გაშიშვლებული, ქერქით დაუცავი ტვინი. მისი ყველა ნაწილი საუცხოოდ უშეცდომოდ მუშაობდა, ვიდრე ხომალდის კორპუსი თავის ქალასავით ჰქონდა მორგებული. ქალა კოსმოსში აფეთქდა და ახლა ტვინის უჯრედები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან. აზრი აღარა აქვს მათთან არსებობას. როგორც ცოცხალი ორგანიზმი იღუპება ტვინის წყობრიდან გამოსვლისას, ასევე იღუპება ახლა ამ ხომალდის სული. ერთად გატარებული დღეების აზრი, ყველაფერი, რადაც ადამიანებს ერთმანეთის თავი უღირდათ, ეპლგეიტი სხვა აღარა არის რა, თუ არა დედასხეულიდან მოკვეთილი თითი,
Რაღა აზრი აქვს მასთან ქიშბსა და მტრობას. ტვინი აფეთქდა და მისი უაზრო, უმაქნისი უჯრედები შორს გაიფანტა. ხმები თანდათან მიწყდა და მთელ სივრცეში მდუმარებამ დაისადგურა. ჰოლისი მარტო დარჩა, მარტო განაგრძობდა ვარდნას. ყველანი მარტონი დარჩნენ, მათი ხმები მიყუჩდა, თითქოს ღმერთის სიტყვების ექომ გაიხმიანა და სამუდამოდ დაინდგა ვარსკვლავეთის უბრწყულში. აი კაპიტანი მთვარისკენ მიქრის. სტოუნს მეტეორთა გუნდი მიაქანებს. ეპლგეიტს პლუტონისკენ აქვს გეზი. სმითი, ტერნერი, ანდერვუდი, ყველანი კალეიდოსკოპის ფერადი შუშები არიან, რომლებიც აქამდე რაღაც აზრიანი სურათის ხაზებად იყვნენ განლაგებულნი. ახლა კი უაზროდ გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს. მე რაღა ვქნა, ფიქრობდა ჰოლისი, რა ჩავიდინო ესეთი, რომ ეს საშინელი, უაზრო სიცოცხლე გამოვისყიდო. ნეტავ ერთი კეთილი საქმით მაინც ამანაზღაურებინა ის სიბილწე, ჩემში რომ გროვდებოდა თურმე მთელი ეს წლები და არც კი ვიცოდი, მაგრამ ახლა გვერდით აღარავინ მყავს და მარტო ხელაკაცი, აბა რა სიკეთეს ჩაიდენ. ვერაფერსეც ვერ იზამ, ხვალსაღამოს კი დედამიწის ატმოსფეროს შევენარცხები. დავიწვევი, განაგრძობდა იგი ფიქრს და ფერფლად გადავეფრქვევი ყველა კონტინენტს. ამაში ხომ გამოვდგები, დიდი საქმე არაა, მაგრამ ფერფლი მაინც ფერფლია და მიწას შეუერთდება. უსწრაფესად ეშვებოდა, ტყვიასავით, რიყის ქვასავით, რკინის ზოდივით მიქროდა ქვევით და სავსებით მშვიდად იყო. არც ცევდას გრძნობდა, არც სიხარულს. ერთადერთ სურვილს ვერ ელეოდა მხოლოდ, ერთი სიკეთე მაინც ჩაიდინოს. ახლა როცა ყველაფერი გათავებულია, გააკეთოს ერთი კეთილი საქმე და იცოდეს, რომ მან ჩაიდინა ეს სიკეთე. ატმოსფეროში რომ შევიჭრები, მეტეორივით აუბრიალდები. ნეტა ვიცოდე ვინმე მაინც თუ დამინახავს. თქვა მან ხმამ ახლა. სოფლის გზაზე მიმავალმა პატარა ბიჭმა უცებ თავი აწია და წამოიძახა. შეხედე დედიკო, შეხედე, ვარსკვლავი ვარდება. თვალის მომჭრელი ბრიალა ვარსკვლავი ცას მოსწყდა და ილინოისის ბინდში დაინდგა. ჩაუთქვი რამე. უთხრა დედამ, ჩქარა ჩაუთქვი რამე. დამთავრდა. ეს იყო რეი ბრედბერის კალეიდოსკოპი.